გუშინ გამართულ შეხვედრაზე, უпростоრად სატელეფონო საუბარზე ტრამპსა და პუტინს შორის. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა. არ ვიცი, თითქოს შეფასებები ძალიან პოზიტიური იყო ორივე მხარის მხრიდან, ხო? მაგრამ რა შეგიძლიათ თქვათ ამ მონაცემებით, რამდენად არის გარკვეული დინამიკა, რომ კონფლიქტის მოგვარებაში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას? კი ბატონო, მადლობა კითხვისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კი, პოზიტიური შეფასებები ნამდვილად იყო ორივე მხრიდან, თუმცა რამდენად არის ამ პოზიტივის საფუძველი, ამაზე არ ვიცი, რა გითხრათ. მე პირადად გონია, რომ დიდი შედეგი ამ სატელეფონო საუბარს და დიდი გარღვევა, მნიშვნელოვანი გარღვევა ნამდვილად არ მოუხდენია, რადგანაც პუტინი თქვა კიდევაც და აღნიშნა კიდევაც ამ სატელეფონო საუბრის შემდგომ, რომ ის არ თანხმდება გარკვეული პირობების შესრულების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას, უპირობო შეწყვეტას, 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რაზეც საუბარი დაიწყო ჯერ კიდევ ამ წლის მარტში და მარტშივე ზელენსკიმ გადაწყვიტა რომ ბურთი გადაეგდო პუტინის მოედანზე, რუსეთის ფედერაციის მოედანზე და დათანხმდა ყველანაირი წინაპირობების გარეშე ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებას. გულისხმობ მოკლევადიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 30 დღით ითვალისწინებდა როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში და ჰაერში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა პუტინი, როგორც ხედავთ, ცდილობს რომ დრო მოიგოს და არ დათანხმდეს და არ თანხმდება ამ შეთანხმებას 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მისი მთავარი ინტერესი სავარაუდოდ არის რომ რაც შეიძლება მეტი დრო მოიგოს და დრო გაწელოს და ამას აქვს იმედი რომ იმის გამო რომ აღმოსავლეთის მიმართულებაზე გულისხმობ ფრონტზე არსებულ სიტუაციას მცირედი სტრატეგიული ინიციატივა არის რუსეთის ფედერაციის ხელში ის ფიქრობს, რომ უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობას მოახერხებს გარკვეული დროის შემდგომ და უფრო ძლიერი ზურგით იქნება შემდგომ წარმოდგენილი მოლაპარაკებებზე და შესაბამისად უფრო მეტს დაათმობინებს უკრაინულ მხარეს, ვიდრე დღეს არის ამ გაურკვეველი ჯერ მემორანდუმი, რომელიც უნდა პუტინს რომ შესთავაზოს უკრაინულ მხარეს გარკვეული პირობებით, ხომ იქ რა შეიძლება ვადებზე იყოს, რაღაცა სხვადასხვა პირობაზე იყოს ამ კონფლიქტის მოგვარების. თუმცა ჩვენ ხშირად გვინახავს, რომ პუტინის პოზიცია არის, რომ ის რაღაც ახალი რეალობის გათვალისწინებით დასთანხმდება ამ კონფლიქტის მოგვარებას და ხშირად ახსენებს, რომ ის 4 რეგიონი, უკრაინის 4 რეგიონი მას უნდა რომ იყოს რუსეთის დაქვემდებარებაში. ჩვენ ვიცით ზელენსკის ძალიან მკაფიო პოზიციაც, რომ უკრაინა არ დათმობს ტერიტორიებს. ამის გათვალისწინებით რა შეიძლება იყოს ეს მემორანდუმი, რისთვის შეიძლება ცდილობდეს შემდეგ დროის გაწელვას პუტინი. ხშირად ახსენებენ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მაგალითად რომ მას მოთმინება ეწურება, შეიძლება უნდოდეს რომ საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატები ჩახსნას ამ პროცესში. ზუსტად ეს არის ნამდვილად, ანუ პუტინი ახლა ცდილობს რომ დრო მოიგოს და პირველ რიგში აჩვენოს ტრამპს, რადგან ის ცდილობს რომ ტრამპი იყოს მოლაპარაკებებში ჯერჯერობით მაინც, თუმცა საბოლოო მიზანი მისი ნამდვილად არის ალბათ ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები გავიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესიდან. ეს თქვენ აღნიშნეთ 4 რეგიონთან დაკავშირებით პუტინის მოთხოვნა, რაც არის არარეალისტური მოთხოვნა, რადგან ჩვენ ვიცით რომ ამ 4 რეგიონში ის გარკვეულ ტერიტორიებს იკავებს, თუმცა ბოლომდე არც ერთი რეგიონი არ აქვს აღებული, განსაკუთრებით ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებზე არის საუბარი, ასევე დონეცკის რეგიონზე, სადაც დაახლოებით 50%, 50-60%-ის ფარგლებში ამ რეგიონების აქვს რუსულ ჯარს მხოლოდ და მხოლოდ დაკავებული. ანუ თითქმის ამ სამივე რეგიონის ნახევარში უკრაინული არმია დგას ჯერჯერობით ისევ. შესაბამისად ეს მოთხოვნა არის სრულიად არარეალისტური და ზელენსკიმ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ თუ მოლაპარაკებების პროცესი წავა წინ, ეს მოლაპარაკებების პროცესი უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისად პუტინის მოთხოვნები უნდა იყოს რეალისტური და რეალობასთან შესაბამისობაში მყოფი. შესაბამისად ეხლა ამ მოცემულობით და ფრონტზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ეს მოთხოვნა ისევე როგორც სხვა მოთხოვნები არის ნამდვილად არარეალისტური. საფრთხე იქნება დაუშვათ თუ ამერიკის შეერთებული შტატები მართლა გადაწყვეტს რომ ამ პროცესში აღარ უნდა მონაწილეობდეს. პირველ რიგში ეს ვისთვის იქნება დამაზიანებელი ალბათ უკრაინა ყველაზე მეტად, მაგრამ რა საფრთხეები შეიძლება? ამას ალბათ დრო გამოაჩენს, ვისთვის იქნება ალბათ ყველაზე დამაზიანებელი ამერიკის შეერთებული შტატების პროცესიდან გასვლა, თუმცა სავარაუდოა რომ ალბათ მაინც უკრაინას უნდა ვაღიაროთ და რეალობას თვალი გაუსწოროთ.
განცხადებებშიც მყაფიოდ ჩანს, რომ უკრაინული მხარეც, ევროპის კავშირიც და ცალკეული ევროპული სახელმწიფოებიც ცდილობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დატოვონ მოლაპარაკებების პროცესში და შექმნან ისეთი რეალობა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები გახდება ვალდებული, რომ უკრაინას უფრო მეტი შეიარაღებით და ეკონომიკური დახმარებით დაუდგეს გვერდში. მთავარი საფრთხე ალბათ არის მაინც უკავშირდება სამხედრო წარმოება, სამხედრო რესურსებს, რადგან ჯერჯერობით იმის მიუხედავად, რომ ევროპას აქვს ფინანსური რესურსი, იმის რომ გარკვეულწილად დააბალანსოს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩახსნის უკრაინასთან მიმართებაში დახმარებას, მთავარი საფრთხე ამ მიმართულებით არის სამხედრო ინდუსტრია. წლების განმავლობაში ევროპული სახელმწიფოების სამხედრო ინდუსტრია არ იყო, ასე ვთქვათ, გამართული და ისინი ევროპული სახელმწიფოები არ ხარჯავდნენ იმდენს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, რამდენიც იყო საჭირო, რომ მათ დაიხარჯათ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. ამ შემთხვევაში რო გავმარტოთ, ფული უნდა იყოს ევროპული და ფული უნდა იყოს ევროპული და ტექნიკა ამერიკული. ახლა ევროპის კავშირი იღებს გადაწყვეტილებას უკვე და დღეს დაიდო ეს ნიუსი საერთაშორისო მედიაში, რომ 150 მილიარდი უკვე ევროპის გადაიარაღების პროგრამიდან უკვე გამოყო ბრიუსელმა იმისთვის, რომ ევროპის კავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული, მათ შორის უკრაინის დახმარების კონტექსტშიც, თუმცა ჯერ ისე არ არის ევროპული სამხედრო ინდუსტრია ამოქოქილი, ასე ვთქვათ, რაც სჭირდება ევროპის უსაფრთხოებას და მეორე მხრივ უკრაინის უსაფრთხოების ადეკვატურ უზრუნველყოფას. ამიტომ ამ შემთხვევაში სქემა შესაძლოა იყოს სწორედ როგორც აღნიშნეთ თქვენ ამგვარი, რომ ევროპელები გამოყოფენ ფულს, თუ ამერიკის შეერთებული შტატები მისცემს მათ უფლებას, რომ ევროპელებმა შეისყიდონ ამერიკული იარაღი, შეისყიდიან ამ იარაღს და შემდგომ გაუგზავნიან ისინი უკრაინას. და ახლა ზუსტად ასე ხდება, აი დღეს გავრცელდა ასევე კიდევ ერთი ნიუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპელებმა შეისყიდეს ამერიკელებისგან აბრამსის ტიპის ტანკები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არტილერიის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მიმართულებით ფრონტზე და ეს აბრამსი უკვე დაიძრა და უკრაინაში ჩავა უახლოეს რამდენიმე დღეში. სავარაუდოდ სქემა იქნება ასეთი ევროპული ფული, ამერიკული. ევროპის როლის გაზრდა იმ თვალსაზრისით, აი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, შესაძლოა წარმოება მას ჯერ არ აძლევდეს იმის საშუალებას, რომ მთლიანად უზრუნველყოს უკრაინა, თუმცა ეს ფულით შეუძლია. მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით რამდენად გაძლიერდა ახლა ევროპის პოზიცია ამ პროცესში უკრაინის სასარგებლოდ? ცალსახად არის ევროპული პოზიციები გაძლიერებული და ჩვენ ვხედავთ ამას დინამიკაში, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავიხსენებთ პირველ თვეებს, ტრამპის ადმინისტრაციაში მოსვლის მეორედ პრეზიდენტად გახდომის პირველ თვეებს და გვახსოვს ჩვენ თებერვალში გამართული, ასე ვთქვათ, სამარცხვინო შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში ტრამპს და ზელენსკის შორის, ამის შემდგომ დინამიკა არის სრულიად შეცვლილი და ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის ურთიერთობის დინამიკაც ბევრად უფრო პოზიტიური გახდა, ვიდრე ეს იყო თებერვალში და მარტში და ჩვენ ვხედავთ, რომ წნეხი, რომელიც თავიდან უკრაინაზე უფრო მეტი იყო ამერიკული მხრიდან, ახლა უფრო მეტად გადადის რუსეთის პრეზიდენტზე, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ცდილობს პუტინთან მიმართებაში დაიტოვოს უკან დასახევი გზა და ძალიან ხის განცხადებებს მასთან მიმართებაში არ აკეთებს. ევროპის როლიც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუ ჩვენ ვხედავდით, რომ თებერვალში და მარტში ტრამპი გვერდსუვლიდა ევროპელ მოკავშირეებს და ცდილობდა არ გაითვალისწინებინა მათი აზრი და ცდილობდა, რომ ერთმნიშვნელოვნად უნილატერალურად ემოქმედა უკრაინის ნაში მიმდინარე ომის პირობებში. ახლა ვხედავთ, რომ ის ითვალისწინებს ევროპელი მოკავშირეების აზრსაც. ისაუბრა კიდეც ევროპელ ლიდერებს, ეს არის ამის თავი ინდიკატორი ბოლო პერიოდში თითოეული ზარი, რომელიც ხორციელდება თეთრი სახლიდან უკრაინაში, ეს ზარი არის შეთანხმებული ყოველთვის ევროპელ პარტნიორებთან. გუშინაც ტრამპმა ჯერ დაურეკა ზელენსკის, ერთ-ერთზე ესაუბრა მას, შემდგომ დაურეკა პუტინს, მასთან 2 საათიანი შეხვედრა გამართა და შემდგომ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული follow-up ზარი განახორციელა ისევ ზელენსკისთან და ასევე ევროპელ ლიდერებთანაც, მათ შორის მაკრონთანაც, მერცთანაც, ფინეთის პრეზიდენტზე იყო ასევე
საუბარი და სხვა მნიშვნელოვან ევროპელ მოკავშირეებთან. შესაბამისად, ევროპის როლი უკრაინის უსაფრთხოების ნაწილში არის ცალსახად ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილი. აი, უნდა კითხოთ ეკონომიკურ ფაქტორზე. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა ხო ტრამპმა, რომ პუტინს სურს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა ამერიკასთან, მას აქვს თითქოს პოტენციალი, რომ შექმნას სამუშაო ადგილები და ამისგან შეუძლია რაღაც სარგებელი უკრაინამაც მიიღონო. ეს რა იყო რეალურად, ანუ შეიძლება ეს გადამწყვეტი რაღაცა ფაქტორი გახდეს რუსეთისთვის, რომ პოზიცია შეცვალოს, იმპერიალისტური მიზნები შეცვალოს. რამდენად არის დაუშვათ ის ახლა ცუდ მდგომარეობაში, თუნდაც სანქციების გამო, რომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეკონომიკური ფაქტორი არის მოგვარების გასაღები. პუტინი ცალსახად ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებიც ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, რომ სანქციები, რომელიც 2022 წლის თებერვალშივე დაწესდა რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდგომ უკრაინაში, მაშინვე შედეგს არ გამოიღებდა. გამოიღებდა რა თქმა უნდა გარკვეულწილად, თუმცა ყველაზე უფრო მძიმე და დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა გარკვეული დროის შემდგომ, ან წლებთან ერთად და ახლა ეს საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს პერიოდი რუსეთს დაუდგება 2025 წლის ბოლოს, 2026 წლის დასაწყისში, თუმცა არ მგონია და პირდაპირ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესაძლო შეთანხმებამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ეკონომიკურ საკითხებში და ეკონომიკურმა ინტეგრაციამ მნიშვნელოვნად შეცვალოს პუტინის ხედვები და პოზიციები უკრაინაში ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სავაჭრო კავშირები არ იყო არასდროს ძალიან ძლიერი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი რუსეთს გააქვს თავისი ექსპორტის მხოლოდ 3% ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ეს არის ძალიან მცირე რიცხვი და მისი გაზრდის შემთხვევაში, აი მაგალითად, რომ გაორმაგდეს, გასამაგდეს 10%-იც რო გახდეს, მათ შორის ვაჭრობა, ამას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა რუსულ ეკონომიკაზე. კი ის მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკურად, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ საკითხის წამოწევაც დროის გაწევის სტრატეგიის ნაწილია. თქმა მინდოდა, ეს არის მხოლოდ ბლეფი პუტინის მხრიდან. ის ცდილობს, რომ ტრამპთან ურთიერთობები არ გაიუარესოს და სამოქმედო სივრცე, ასე ვთქვათ, დაიტოვოს პუტინთან ტრამპთან ურთიერთობაში. შესაბამისად, ის ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაარწმუნოს ტრამპი, რომ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი ქმედით ნაბიჯი პუტინის მხრიდან არ გადადგმულა მოლაპარაკებების საკითხთან. ზელენსკის ინიციატივით შეხვედრა, რომ უნდა მას რომ შედგეს ამერიკის, ევროპის წარმომადგენლებს რუსეთს შორის, ახლა შესაბამის ადგილს არჩევენ და სამი ვარიანტი განიხილებაო, რომ ეს შესაძლებელია. მას შემდეგ რაც ნახეთ, რომ ჩავიდა თურქეთში თვითონ ზელენსკი და პუტინი მაინც არ მივიდა მასთან შესახებ. სავარაუდოა, რომ ეს შეხვედრა ისევე არ შედგება, როგორც სტამბულში არ შედგა შეხვედრა. სტამბულშიც ჩვენ ხედავდით, რომ იყო გარკვეული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ზელენსკიც ყოფილიყო სტამბულში, წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩასულიყო და პუტინი ჩასულიყო. თუმცა ჩვენ ვხედავთ და დავინახეთ 16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე სტამბულში, რომ არც პუტინი არ ჩავიდა, შესაბამისად ტრამპმაც განაცხადა, რომ პუტინი თუ არ იქნება, ანუ მე ჩემ როლსაც ვერ ვხედავ სტამბულის მოლაპარაკებებში, ზელენსკი ჩავიდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეთქვა პუტინისთვის, რომ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ერთ-ერთზე და მზად არის, რომ ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს ერთ-ერთზე, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა და ვნახეთ, რომ რუსეთმა გააგზავნა საკუთარი დელეგაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი დაბალი დიპლომატიური რანგის წარმომადგენლებით და ეს იყო ერთგვარი მინიშნება რუსეთის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ის სერიოზულად არ უყურებს უკრაინა რუსეთის ომის გადაწყვეტის და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხს. მადლობა, მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ შეიძლება ბოდიში ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვართ პროდიუსერების მხრიდან. კი ბატონო, მოკლედ დაველოდოთ რა როგორ განვითარდება უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები. გიგა ჯოხაძე, ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენელი მკვლევარი იყო ჩვენი სტუმარი. ამით უნდა დაგეშვიდობოთ. მადლობა რომ გვიყურეთ. ასეთი იყო დღევანდელი კომენტარი. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარისა